ქრისტეს შობას გილოცავ, ჩემო ქართველო და არა მარტო ქართველო. ახლა რაც მინდა გითხრათ, შეიძლება მწარედ ჟღერდეს, მაგრამ მაინც თქმა ვამჯობინებ. საშობაო ღონისძიება ალილო გაჩენილი იყო იმიტომ, რომ იმდენად დიდი დღესასწაულია შობა, მშიერი არავინ არ უნდა დარჩენილიყო ირგვლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანათაც კი არ ითვლებოდი. ამიტომ ჩამოივლიდნენ იმათ კარებთან, ვისაც ასე თუ ისე რაღაც ქონდა, ცოტა მაინც აიღებდნენ მათგან საჩუქარს და მიქონდათ მშიერი ბავშვებისთვის, ქრუვებისთვის, ობლებისთვის და შობის ზეიმს მის თანამონაწილეს ხდიდნენ მათაც. დღეს ალილო გადაიქცა სამთავრობო ღონისძიებად. ხელისუფლების მხრიდან ყველა რაიონში თითქმის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამ ღონისძიებაზე იმდენი ფული გამოიყოფა, ღონისძიების ჩასატარებლად, ალილოს ჩასატარებლად. მინიმუმ 1 თვე დააფინანსებს თავისივე რაიონში მშიერი ბავშვების კვების პროდუქტებს. ამ დროს პარალელურად სულ ტაში გუგური არის. იმპიტარო ერთი მხრიდან, დამპიტარო მეორე მხრიდან. პარალელურად საახალწლო ნაძვისხესთან ქართველი აღარ იყო. უცხოელებისთვის იყო. საჯარო რეესტრში შეხვალდა ქართველი აღარაფერს აღარ იფორმებს. მხოლოდ უცხოელები იფორმებენ საქართველოში ყველაფერს. მეტროში ჩახვალდა ქართველი გენატრება, რომ დაინახო. ავტობუსების გაჩერებასთან დადგები და ქართველში დაინახო, ახაც სიხარულს განიცდი. პრემიერს რო კითხო, სად ხდება ესეთი რამე, ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტიაო. გეჩვენება თუ ანუ. ოდა ოსლებისტები კიდე სულ ტაში გუგურის რეჟიმში არიან. ახლა რო გითხრათ, რა გეშველებათ თქო. ხურახtildeლად გეტყვით, არ მაინტერესებს თქვენ რა გეშველება, მაგრამ ერთს კი ვიტყვი. ჩემს სამშობლოს რა ეშველება თქვენ ხელში. ღმერთო, მიმადლე ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ღმერთო, შეაყვარე ქართველს, საქართველოს.